ეს არის ახალი 12-ზე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში დაკავება ბათუმში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერი ავთო ბერიძე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაპატიმრებულია. ბერიძე არჩევნების დღეს 1 ოქტომბერს პოლიციამ ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან აიყვანა. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს დადგენილებაში მოსამართლეს არ უწერია კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა წინააღმდეგობის გაწევა. სასამართლო პროცესს ადვოკატი არც კი დაასწრეს. ქართული ოცნების მხარდამჭერს 20 დღიანი პატიმრობა აქვს მისცემი, როგორც მისი ინტერესების დამცველი ამბობს. ეს გადაწყვეტილება უზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება. ორადორი ფაქტობრივი გარემოება არის აღნიშნული. ის რომ დაკავება მოხდა გორგილაძისა და ენგელსის ქუჩის კუთხეში და რომ ავთანდილ ბერიძე არ დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას, ხოლო რაში მდგომარეობს ეს მოთხოვნა, ამაზე არაფერი არ არის ნათქვა. აქ ამავე დროს არ არის დასაბუთებული ის, თუ რატომ გახდა აუცილებელი მის მიმართ კაცრი, იმიტომ რომ ადმინისტრაციული პატიმრობა ეს არის საკმაოდ მკაცრი ადმინისტრაციული სახთელის ზომა.